ვერცხლის ლიგის ფინალი გვაქვს. ინტერის აკადემია არის ჩამოსული საბერძნეთში, კერძოდ ათენში და ფინალში გავიდნენ და ვნახოთ აბა რა იქნება, რა შეგვიძლია ველოდოთ. ძალიან მაგარი შემადგენლობაა ჩამოსული. ამ გუნდში არის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი, ასაკობრივი ნაკრების და ვნახოთ აბა როგორი ფინალი გველოდება წინ. მე ვფიქრობ, რომ დამაჯერებელი გამარჯვება გვექნება. ბიჭები ხურდებიან. წებენ მატჩს. ხდება შეხვედრა სომხეთის პიუნიქს ვეთამაშებით ფინალურ შეხვედრას. ჩვენი მეზობელი ქვეყანა გავიდა ფინალში. საკმაოდ კარგი გუნდია, სხვათა შორის კაი მომზადება გაიარეს და ნახოთ აბა რა იქნება. არ იქნება მაინც და მაინც მარტივი შეხვედრა. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ესენიც ფიქრობენ ამ ტურნირის მოგებაზე. და იწყება მატჩი. უშემატკივარი მაინც და მაინც ბევრი არ არის, იმიტომ რომ მასპინძელი გუნდი არ ვართ ჩვენ და აი იქნებოდა რომ მოსულიყავით ქართველებო და გეყურებინათ ამ თამაშისთვის. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს ათენში და რავი რა გაგვიჭირდა რომ აი არა უშავს. ორი კაცი მოვიგებთ ამ ტურნირს. იწყება შეხვედრა. ნახოთ აბა წარმატებები ბიჭებს. ამოვიტანეთ პირველი კუთხური. პირველი შეტევა გვაქვს და არტყმა არც თუ ისე ძლიერი. იმე რა კარგი მომენტი, გასროლა. ეგ არის არა ბიჭო არა. ფლობ სათამაშო უპირატესობას გვიჭირავს ბურთი პირველი მომენტით ჩვენ გქონდა. რა ვიცი, ვფიქრობ რომ აკონტროლებთ თამაშს. შემდეგი შეტევა ჩვენია 17 და 1-0 გაიხსნა მშვენიერი გოლი შემოგთავაზა ინტერის ქართულმა აკადემიამ. საღოლ ბიჭებო. მეორე შეტევას ვიწყებთ. სახიფათო მომენტი, საჯარიმოში ვართ. ძალიან კარგად გვიჭირავს ბურთი, რაც ყველაზე მთავარია. სომხები იწყებენ შეტევას. ალბათ შეტევას. არა ფიზიკურად ძალიან კარგები არიან, მინდა აღვნიშნო. ჩვენი მოწინააღმდეგეც, მაგრამ სათამაშო უპირატესობას ფლობთ. მოდი. ბრავო. აი ბიჭი ხარ. კარგია. შვენიერ ფორმაში არიან ბიჭები. ამასობაში მეორე გოლის გავიდა, სამწუხაროდ არ გვაქვს კადრი. ამოგვჭა და 2-0 ვიგებს. კარგია. თავიდანვე გავხსენით ანგარიში, მეორეც დავაყოლეთ და რა ვიცი, გავინახდეთ თითქმის რა ერთი ნაბიჯით ტიტულთან ვართ. კიდევ ერთი შეტევა და და აქ ძალიან გადავრჩით, ცოტა უხეში შეცდომა იყო და პირველი მომენტით შეექმნათ სომხებს. მშვენიერი გასროლა და ძალიან ახლოს ვიყავით მესამე გოლთან, ძალიან ახლოს. კარგი ბიჭი ხარ. ახშინკი ინაცვალება. ეგარი.
ასრულდა დღევანდელი თამაშის პირველი ტაიმი 2-0 უპირატესობა გვაქვს. მესამეც შეიძლებოდა. გუნდები შეისვენებენ და დავიწყებთ მეორე ტაიმს. მეორე ტაიმში ფლოპ სათამაშო უპირატესობას ჯერჯერობით ვერ გვიტევენ, მომენტი არ ქონიათ სომხებს. ძალიან მაგარი მომენტი შეგვიქნეს სომხებმა. გადავრჩით ძელს მოგიხვედრეს ბურთი და შემდეგ უკვე მეკარემ აი ბურთი მოიგერია. აი ამ მომენტში აღარ უნდა გაუშვათ ბურთი და უნდა დავიჭიროთ თამაში. როგორმე რომ აი ბოლოს 2-1-დან არ დაიძაბოს. და არ გაგიტანენ. ბაჯომ გაიტანა ისევ. და 3-0 გავეთა. არა და ძალიან ახლოს იყვნენ სომხები გოლთან. ძელმა აისხლეთ და ბურთი შემდეგ მეკარემ მოიგერია და ჩვენ დავსაჯეთ რა. ვერ გაიტანს, გაგიტანენ. რაღაც ერთაღე კარებ! დაასრულდა დღევანდელი შეხვედრა. ძალიან დამაჯერებლად 3-0 მოვიგეთ სომხურ პიუნიკთან. ორივე სტუმარი გუნდი გავიდა ფინალში. ხა რო გითხათ ბრძოლა იყო თქო. მოგატყუებთ, მაგრამ ფიზიკურად კარგი გუნდი იყო. მომენტები ნაკლებად. ჩვენებმა უმაღლესი კარგი დონის მართლა კარგი შეხვედრა აჩვენეს. ბრავო ბიჭებო. როგი დაჯექი. აი. აიშალე. ზური გამოუჩინე. ზური დაღერა. ეი, სად აქ ზური დაღერა, მასალა. ორივე გუნდი გადაიღებს. გილოცავთ ბიჭებო, გილოცავთ. ოქროს ლიგას გეკუთვნოდათ. მაგრამ აი შედეგია. მეგობრულად დასრულდა. ხელის ჩამორთმევა გილოცავთ ბიჭებო, გილოცავთ. მაგრები ხართ. წავალ ბიჭებო, წავალ. მეტი გულშემატკივარი გეკუთვნოდათ, მაგრამ არავიშავს. Bravo. Კარგად ითამაში. ჯიგარი. ეცა. ასი მიგვაქვს. ამ შოულში. Silver. არა ის просто ასე. არა. Silver. ეგ 1000 ბიჭო. იცი რა გავაკეთე? აი ერთი ემოციები, დაბა ემოცი. დაიყვე. მოიცა. იტენს გავმარ! სრულდა ტურნირი და ჩემ ბაიას აი ესეთი მედალი აჩუქეს ინტერის აკადემიამ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. თქვი? ინტერ.